ერთ კუპეში შევედით რესტორანში ბუხრის ოთახი დაანთეს ბუხარი გაგიზგიზდა და ცივი კერძებით მოიტანეს ახლა და თან ღვინოც პირველ რიგში რა მოიტანეს და იშლება რა სუფრა გემრიელი სუფრა ბატონი ტრისტანი თამადად უნდა იყოს მაგიდის თავში ბატონო რობერტო მოთხრა ტრისტან შენ თამად ხო იოდუნო და უცბად გაიხსნა კარი და შემოდის 45 წლამდე დაახლოებით ესეთი სიმპათიური მამაკაცი და გამარჯობათო ბოდიშ გიხდითო რო შემოგეჭერითო რა ამ სუფრასთან ო ჭირიმე შენ კუბადაძე დაუსხი ბიჭო ღვინ არა ღვინ ვარ დამისხაო არა ღვინ ვარ დამისხაო მე 3 წელიწადი წვეთი არ დაბილევიაო ნევროზი მაქვს და თავის კვლელობაზე ვფიქრობ ყოველდღეო მაგრამო რო დაგინახეთო ეზოში რო შემობრძანდითო აქო რო შემოხედითო მე თავს მივეცი უფლებაო სიკვდილის წინ ბატონო რობერტ თქვენ სპექტაკლებზე ვარ გაზრდილი ბებია ჩემა მომიყვანა თქვენ სპექტაკლზე როდესაც პატარა ვიყავი და ყველა თქვენი შემოქმედება ვიცი ეს მსოფლიო დონეა და გამიხარდა კარგ განწყობაზე მოვედ ბატონო ტრისტან თქვენს ფილმებზე ვარ აღზრდილი სიყვარული ყველას უნდა ყველაზე სწრაფები მსოფლიოში და ასე შემდეგ თქვენი ფრაზებით საუბრობთ დღემდე და თქვენ მე გამახარეთ დღეს და ჩემი გუნება განწყობილება გამოკეთდა ეხლა მეგობრებთან ერთად ვარ მე დიდხანს ვერ გავჩერდები ვერც დავლევ სახლში უნდა წავიდე მაგრამ მე ბედნიერი ვარ რომ თქვენაერ ღირსეულ პიროვნებებს შევხვდი ბედნიერად ბრძანდებოდ ბაისადები გაჩერდი ერთ წუთი მოგიდება გჭიქას ხელი ბატონმა ტრისტანმა უთხრა მოკიდა ამანაც ჭიქას ხელი, მაგრამ ვერ დავლევ. არა ბიჭო, რაღაცა უნდა მოგიღვია. მეც მქონდა მასი 10 დღიანი დეპრესია. არ გამოვსულა ოთახიდან. მე ჩემი ცოლი მოვიდა, გამოდი გარეთო, ფარდებიც კი დახურული მქონდა, სინათლის შუქი არ მინდოდა. მე ვთქვი რა გემართება, კაცო, ჩემ თავს ველაბანები. ეს რა ხდება შენ თავს, კაცო, 10 დღიანი დეპრესია მქონდა ოთახიდან არ გამოვსულა. მერე 11 დღეს ცოლმა მითხრა გამოდი ბიჭო გარეთო გამოდი მზიანი ამიდიაო და გამოვედი ახლა გარეთ და სიგარეტის არ მომიწევია არაფერი ინტენსივობაში და გავაბოლი ახლა პაპიროსი გამოვედი აივანზე და დაუწყი ახლა ჩემ თავს მდგომარეობიდან გამოსვლა საუბარი დაუწყი ახლა ჩემ თავს ტრისტა არა ხარ ახლა სულელი აგერ აივანზე რა ქვევით ახალი მერსედესი დგას ქარხნიდან გამოყვანილი არის თბილისში რო არ დაიარება იმნაირი. ყველაზე მაგარ უბანში თბილისში სახლი გაქვს ორთაჭალაში სამსართულიანი ანგელოზივით ცოლშვილი ყავს შიგნით. ჩემ თავს ველაბარაგებია. ახალდაბაში ხის ძველი სახლი ქონდა და იმის ნაცვლად სამსართულიანი ვილა ჩადგი საქართველოში რო არ არსებობს მოპირკეთებული მოწყობილი ყველანაირად თავის ეზონია დაგით. ქუჩაში გამოხვალ და ხალხი იღიბის სურათებს იღებს შენთან და ქვეყანა შემოგდატრის. ტურისტული სააგენტოებია და გეხვეწებიან ბატონო ტრისტან ქვეყანა დაასახელე უნდა გამოგზაურო შიგით რამდენი ხანი გინდაო. რესტორანში შეხვალ და ყველა გეპატიჟება ფულს არ გახდევიებენ. მაღაზიაში შედიხარ და გჩუქნია ყველაფერს არ ხარ რაღაც სულელი ევიდე ტელეფონი. გადაურეგე ბატონო რობიკოს მოუღარე ბიჭებს თავი. წევედი რესტორანში დაავთვერი ორი კვირა არ გამოფხიზლებულა ნევროზი რა არის სულ დამავიწყდა იმის გამოცალება გჭიქერდი შენ გამოგები ბატონო ტრისტან მე თქვენ გიჯერებთ და ვსვამო და დალია ამ ბიჭმა რა და გავიდა ჩვენ გავაგრძელეთ ნუ გავიდა 3 საათი დაახლოებით ჩვენც უკვე სინთვალეში შევედით და 3 საათის მერე იღება ბრახული ხალები ბრახ და შემოდის ეს კაცი მთვრალი გაპობილი ბატონო ტრისტან მე თქვენ დაგიჯერეთ მე დღეს დავთვერი ნევროზის დედას და ყველაფერის ცუდის მე განვიკურნე ქუჩა ფეხატრებით დაგიგინით მოვდილად წავიდე ასე გამკურნა ბატონმა ტრისტანმა გადაარჩინეთ ტრისტანს არ არიძე კი ის ბიჭი შევხვდა კიდე და მადლობები გადაუხადა და ჩვეულებრივად სახელი გამოიყურნა